რთული საქმე მარტივ მომრავლებად იშლება, როცა ყველაფერი ზუსტად არის დაგეგმილი. ბაუმარკეტი. ჩვენთან ერთად რემონტი მარტივია. მართლმადიდებლური ეკლესია 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს სახარების თანახმად იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება დიდი აიაზმა სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება. ნათლისღებისას სულიწმინდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს. წყალი სხეულს განწმენს, სულიწმინდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს. ამ დღეს ასევე ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველი წმინდა სამება. ზე ნათელს იღებდა, სულიწმინდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა. ესე არის ზე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ. მარნეულის ეპარქიაში მარნეულის დავით აღმაშენებლის საკათედრო ტაძარში დღევანდელ დღესთან დაკავშირებით წირვა ლოცვა აღავლინა და წყალი აკურთხა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგი. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს მერთი. მერთმა დაგლოცოთ, შეგეწიოთ დღევანდელი დღესასწაულის მადლი, წირვალოცვის მადლი შეგეწიოთ. დღეს როგორც მოგესწენებათ, მართლმადიდებელ მსოფლიო ეკლესიაში არის უდიდესი დღესასწაული. ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. უპირველეს ყოვლისა, სანამ დავიწყებთ დღევანდელი დღის არსის თხრობას და მის მნიშვნელობაზე დავიწყებთ, ესე ვთქვათ, ორიოდე სიტყვის თქმას, თქვენ იცით, რომ იოანე ნათლისმცემლის მშობლები ზაქარია და ელიზაბეტი. ზაქარია იყო მღვდელმთავარი, იერუსალიმის ტაძარში მსახურობდა. მათ არ ეძლეოდათ შვილი და აი ერთ დღესაც, როდესაც ზაქარია მსახურობდა ტაძარში და როდესაც აი მღვდელი საქმევდა და შევიდა საკურთხეველში, მას გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი, რომელმაც აუწყა, რომ მათი ლოცვა იქნა შესმენილი შეისმინა ღმერთმა და მათ მიეცემოდათ ვაჟი, რომელსაც დაარქმევდნენ იოანეს და რომელიც, ესე იგი, დედის მოსლიდან აღივსებოდა სულიწმინდით და მას ექნებოდა უდიდესი სულიერი მისია და მნიშვნელობა ამ ქვეყანაზე. როდესაც იხილავს ნათლისმცემელი, სულიწმინდით შეიცნობს მას ცხოვარს და შეკრთება და ევნება სიტყვებს, რომ მეო, ესე იგი, შენგან უნდა მივიღო მე ნათელიო და შენ ჩემთან მოხვალო, მაგრამ მაცხვარი ევნება, რომ ეს იარსოს ჯულის აღსრულება, ესე იგი, უნდა აღვასრულოთ. უფალმა კაცობრივი ბუნებით ჯული აღასრულა და სწორედ თავისი წყალში ჩასვლით აკურთხა წყალი და იოანე ნათლისმცემელმა მისი შეხებით თვით ნათლისმცემელიც იკურთხა და განინათლა. აი, როდესაც ესე იგი მაცხოვარი წყალში ჩავიდა, გაიხსნა ცა და გარდამოხდა სულიწმინდა ტრედის სახით. აი, ერთადერთი ადგილი არის, როდესაც სულიწმინდა იხილვება და ეს არის ტრედის სახით. და დაადგა უფალსო და გაისმა ზეცით ხმა მამაზე ციერისა, რომ ესი არის ზე ჩემი საყვარელი, რომელიმე სათნო ვიყავ. აი, სწორედ დღევანდელ დღეს ასევე ეწოდება განცხადებაც ეწოდება. ანუ, როდესაც ერთიანად ამ ქვეყანაზე იხილვებოდა ყოვლადწმიდა სამება, ესე იგი, მამა, რომელიც ამოწმებდა ძის ღვთაებრიობას და სულიწმინდა მტრედის სახით გარდამოსული, ხოლო ზე იხილვებოდა ესე როგორც სრული კაცი და სრული ღმერთი. შეგვეწიოს ყოვლადწმიდა სამება, მისი ძალა და მისი მადლი. თქვენ იცით, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს
დღეს შესრულდა დიდი აიაზმა, წყალკურთხევა და სწორედ ეს საიდუმლო აღესრულება ეკლესიაში 7 საიდუმლოთაგან ესე ვთქვათ, როდესაც ადამიანი ნათელს იღებს, უპირველეს ყოვლისა იკურთხება წყალი და იმ ნაკურთხი წყალში ხდება ხოლმე მისი შთაფლა, სამგზის, ანუ ძველი კაცის განმოსვა ამ ქვეყნიური ხორციელი სამოსისაგან და ნათლით შემოსვა, ანუ შევიმოსავთ ჩვენ ქრისტეს. თქვენ იცით, რომ წმინდა წერილში უფალი ამბობს, რომ რომელი არ აიშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფებით სათასასუფევლის დამკვიდრება. ესე იგი უფალი ამბობს, რომ ვინც არ იღებს ნათელს, ის სათასასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. ეს შესრულდა დიდი აიაზმა, წყალკურთხევა, რასაც ძალიან დიდი ძალა აქვს, ძალიან დიდი მადლი აქვს, ვინც რწმენით მიახლება ამ წყალს, შესვამს, მას მიეცემა კურნება სულისა და ხორცისა, მას მიეცემა სულიერი ძალები და ხორციელი ძალები. მერთმა დაგლოცოთ, მერთმა გაგახაროთ და დღევანდელი დღის მადლით და ძალით დაეინებოს უფალმა, რომ აი ამ წყლით განბანოს, განწმინდოს ჩვენი ცოდვები, ჩვენი ერის ცოდვები. მე მინდა დღევანდელი დღე მიულოცო პირველ რიგში ჩემ ქართველ ერს, მეუფე გიორგის, რომელმაც ჩვენი ეკლესია გაანათა, გზას დადგა, ჩვენ ხელახლა დაუბრუნდით სარწმუნოებას და ყველას მიულოცავ დღევანდელ დღეს. ეს ნათლის ღება ყოფილიყოს ყველასთვის ძვირფასი და სასწაულო ძველი გასაგონე. ყველას დავლოცავ, ქართველს ჯერ პირველად შემქარს, მერე სხვა ერთსაც მიულოცავ. დალოცულები ვიყავით თქვენც ყველანი, თქვენს და თქვენი ოჯახებით. სრულიად საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს ნათლის ღებას, ვფარავდეთ მისი მადლი და ძალა. დღეს მოვედი აქ, რომ წავიღო სახში კურთხეული წყალი.